სრულ სიბნელეში ბავშვები თითო-თითოდ ფეხაკრებით შემოვიდნენ და მათთვის განკუთვნილ მერხებთან დასხდნენ. ერთი მერხი კი ეულად იდგა თვალით ვერ აღქმულ სევდასა და სიცარიელეში. ეს წარმოდგენა არ იყო, რომელშიც მეოთხე საჯარო სკოლის მე-9 კლასელები 5 თვია იმყოფებიან. 5 თვის შემდეგ ძალა მოიკრიფეს და გარდაცვლილ კლასელს საჯაროდ გაესაუბრნენ. დარდი დაკაცებულ დაქალებულმა გოგო-ბიჭებმა განცდები და ემოციები წერილებით, მოგონებებით გაგვიზიარეს და მათი უსაზღრო ტკივილის თანაზიარი გავხადეს. დღეს არ ყოფილა წარმოდგენა სიყვარულზე, არც გაზაფხულზე, ან რომელიმე მწერალსა და პოეტზე. დღეს მე-9 კლასელებმა ტრაგედიაზე, მათ ლამაზ მეგობარზე მოგვიყვნენ, რომელიც დარდად მთელი ცხოვრება გაჰყვებათ. ბოლოს კი ეკრანიდან და მარადისობიდან მოფარფატე თაკოს ჩახუტებულმა კლასელებმა ცრემლით ბევრი სიყვარული გაუგზავნეს მარადისობაში. მე-9 პროექტის განხორციელებაში იდეით ხელოვნების პედაგოგი ეკატერინე ოსტროვსკა, რეჟისურით კი მსახიობი გიორგი ჩავლეშვილი დაეხმარნენ. ჩვენ გვინდა რომ გაგვეკეთებინა ძალიან გვენატრება და დიდი მადლობა ყველას ვინც მოვიდა, იმიტომ რომ ძალიან კაი იყო. ცუდი ამ თემაზე რო მოგვიწია სპექტაკლი, მაგრამ ძალიან გვენატრება და მადლობა დიდი ყველაფრისთვის. უფრო დავახვევით ერთმანეთთან და გვასწავლა რომ უფრო გავუფრთხილდით ერთმანეთს. ამ პროექტის საშუალებით ჩვენ გადმოვედით ჩვენი რეალური წაღე, ემოციები, რასაც ვზნობდით და კონსტანტის შემდეგ და არ ვიცი ალბათ დავიცანეთ, მაგრამ ის რაც დაკოჩენ დაგვაკდა, სულ აი ჩვენს გულში იქნება რა. დაკო გვენატრება ძალიან და ვიცით რომ ეხლა მართლა კარგ ადგილზეა და ხედავს და ამაყობს ჩვენით. ჩვენ ამ სპექტაკლით გადმოვეცით, რასაც შიგნიდან გვზნობდით. ეს ყველაფერი ჩვენი სიტყვები იყო და არ თამაშობდით მართლა ამას. ძალიან დიდი მადლობა ვინც მოვიდა ყველა და ვიცი რა თაკოსო ჩვენ გვერდით იქნება და არც არ დაგტოვებს. რა თქმა უნდა ძალიან გულდაწყვეტილები ვართ ყველა ჩვენი კლასელი, ჩვენ რა ვიცი ძალიან ახლო ადამიანი იყო თაკო ჩვენთვის და რავი ოჯახის წევრი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის და რავი რა ძალიან გვიყვარს. ეს იყო კონცეპტუალური მინი სპექტაკლი, რომელიც შედგა იმიტომ რომ ბავშვებს სჭირდებოდა. მე ამაყი ვარ ჩემი მასწავლებლებით. მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც ამ პროექტს თანადგომა გამოუცხადა. ჩვენ ვისაუბრეთ სპექტაკლის ბოლოს ყველა თითოეულ მათგანზე. ვფიქრობ, რომ ყველაფერი ისე ჩატარდა, როგორც საჭიროა. კატერინემ რომ მომაწოდა ეს ინფორმაცია, ესეთე ვაპირებ თუ დამეხმარებიო. თავიდან ცოტა პასუხისმგებლობაა დიდი, იმიტომ რომ ეს ემოციური ამბავია და მე დავთანხმდი, იმიტომ რომ მეც მაქვს ამ თემები წავიკითხე ბავშვების და მეც მაქვს მეგობრის დაკარგვის გამოცდილება და მინდოდა მე დავაწერინეთ ახალი თემები, მინდოდა რომ სათქმელი არ ყოფილიყო მარტო გლოვა და ბოლოსკენ ყოფილიყო სათქმელი რომ რა ვისწავლეთ მისგან. რომ ბედნიერები ვართ რომ ვიცნობდით იმ ადამიანს. და როგორ შევცვალეთ ცხოვრება ამ ყველაფერმა რა გვასწავლა, თვითონ ფაქტმაც რა გვასწავლა რა და ესე შევკარით ბოლოს სათქმელი და ალბათ მივიდა მაყურებლამდე.